სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. ყველაფერი წირვის შესახებ, მეგობრებო, მესამე ნაწილი. ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ, ესე იგი, მეორეზე, ანუ პირველი იყო კვეთა, მეორე არის კათაკმეველთა ლიტურგია. რას ნიშნავს ეს, მეგობრებო? კათაკმეველთა ლიტურგია, ესე იგი, ლიტურგიის მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია. რატომ? რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ კათაკმეველთაც. ანუ ვინ არის კათაკმეველთა? ესე იგი, იმათ, ვინც ემზადება მოსანათლად. და იმათაც, ვინც მონანიებაშია, ხო? ესე იგი, ვინც დაყენებულია, ასე ვთქვათ, წმინდა ზიარებისაგან. კათაკმეველთა ლიტურგია არის სწავლა მოძღვრებითი ნაწილი წირვისა. შემდეგ კვეთის დამთავრების, ასე იგი, შემდეგ მღვდელი ხელაყრობილი ევედრება ღმერთს, რომ გარდა მოავლინოს სული წმინდა მათზე და განაძლიეროს მსახურებაში. შემდეგ დიაკონი მიიღებს მღვდლისგან კურთხევას, გადის აღსავლის კარით ამბიონზე და ხმამაღლად ამბობს: გვაკურთხეთ მეუფეო. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ გვაკურთხე მეუფეო, რათა დავიწყოთ წირვა და მორწმუნე ერმა ტაძარში შეკრებულებმა, ესე იგი, ვინც არიან შეკრებილნი, მიიღოს მონაწილეობა ღვთის დიდებასა და მსახურებაში. მღვდელი წმინდა სახარებით ტრაპეზზე გამოსახავს ჯვარის სახით, ხო, ჯვარის სახეს და ამბობს: წირვის ასამაღლებელს, კურთხეულს მეუფება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე. ამინ. ესე იგი, ამ ასამაღლებლით, ხო, წირვის დასაწყისშივე ადიდებს მღვდელი წმინდა სამებას. ამის შემდეგ დიაკონი ამბობს დიდ კვერეგს, მეგობრებო, კვერეგსი, რომელშიც თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი ქრისტიანთა თხოვნა, ვედრებანი და ის პირნი, რომელთათვისაც ლოცულობს მორწმუნე ერი. მღვდელი ამ დროს საკურთხეველში საიდუმლოდ ლოცულობს და ევედრება ღმერთს, რომ მოწყალება გარდამოავლინოს წმინდა ტაძარსა და მასში შეკრებილ მორწმუნეებზე. დიდი კვერექსის ბოლოს მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: რამე თუ შვენი შენ და ყოველი დიდება, პატივი და თაყვანი ისცემა მამისა, დაძისა და წმინდისა სულისას და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამის შემდეგ, მეგობრებო, იგალობება ფსალმუნი, ესე იგი, ეს არის 102 ფსალმუნი, 102 ფსალმუნი, აკურთხებს სული ჩემი უფალსა, ხო, და 155 ფსალმუნი, აქებს სული ჩემი უფალსა, ხო. ეს ფსალმუნები, მეგობრებო, ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე კვერექსით. თავიანთი შინაარსით აღნიშნული ფსალმუნები იწოდება გამომსახველობით ფსალმუნებად, რადგან მათში უდიდესი ხატრული სილამაზითაა ასახული მოწყალება ღვთისა და შეწყალება კაცობრიობისა. ამ საგალობლებს ანტიფონებსაც უწოდებენ. ანტიფონებსაც. ესე იგი, დიდ საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულებზე, ხო, აღნიშნული ფსალმუნები არ იგალობება, არამედ მათ ნაცვლად სრულდება განსაკუთრებული მუხლები, რომელთა შინაარსიც შეესაბამება დღესასწაულს. შემდეგ მეორე ანტიფონის დასასრულს იგალობება მხოლოდ შობილი ძედა სიტყვა ღვთისა, რომელშიც მოცემულია მართლმადიდებლური სწავლება წმინდა სამების მეორე პირზე იესუ ქრისტეზე. ამას მოსდევს მცირე კვერექსი. შემდეგ ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას ამახვილებს სახარების 9 ნეტარებაზე, ხო? ეს არის სასუფეველზე მათე მეხუთე თავი,
3:12-დან. სადაც მოცემულია ჭეშმარიტი მორწმუნის სახე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეს მიმდევარი და როგორი სიხარული ელის მას ქვეყნიურ დათმენის შემდეგ. სასუფეველზე გაიხსნება აღსავლის კარები, მღვდელი იღებს ტრაპეზიდან წმინდა სახარებას შემდეგ და გადასცემს დიაკონს და გამოდის მასთან ერთად საკურთხევლიდან ჩრდილო კარებით. სამღვდელო პირების ამ გამოსვლას წმინდა სახარებით ეწოდება მცირე გამოსვლა. რას ნიშნავს ეს მცირე გამოსვლა, მეგობრებო? ეს ნიშნავს იესო ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და მონათვლის შემდეგ ხალხისადმი მიქცევას და სახარების ქადაგებას. ეს ნიშნავს მცირე გამოსვლა. დღევანდელ საეკლესიო მსახურებაში ამ გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ესე იგი უწინ კი ის აუცილებელი შესრულებელი იყო, მეგობრებო. უძველესი ქრისტიანობის ხანაში წმინდა სახარება ინახებოდა არა საკურთხეველში ტრაპეზზე, როგორც დღეს ხდება, არამედ საკურთხევლის მახლობლად მდებარე ოთახში, რომელსაც ესე იგი სადიაკვნე ან საჭურჭლე ეწოდებოდა. როცა დადგებოდა სახარების წაკითხვის დრო, ხო, საზეიმოდ ხდებოდა მისი გადასვენება ტრაპეზზე. ძველად კვეთაც, მეგობრებო, სრულდებოდა არა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე, არამედ მოშორებით სხვა შენობაში. ასე რომ მცირე გამოსვლამდე სამღვდელო პირნი თითქმის არც კი შედიოდნენ საკურთხეველში. ამიტომაცაა, რომ მღვდელმთავრის წირვაზე მცირე შესვლამდე მღვდელმთავარი იმოსება ისმის ჟამნობასა და კათაკმეველთა ლიტურგიის დიდ ნაწილს არა საკურთხეველში, არამედ შუა ეკლესიაში, ანუ კათედრაზე და საკურთხეველში შედის მხოლოდ მცირე გამოსვლის შემდეგ. შემდეგი მღვდელი აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ კითხულობს ლოცვებს, სადაც ევედრება ღმერთს, რომ აკურთხოს და წმინდა ყოს მათი შესვლა და გამოუგზავნოს ანგელოზნი ღირსეული მსახურებისთვის. მღვდლის მიერ აღსავლის კარის კურთხევის შემდეგ დიაკონია აღამაღლებს წმინდა სახარებას, გამოსახავს ჯვარის სახით და იტყვის ხმამაღლად სიბრძნით აღემართენით. სანთელი, რომელიც მცირე გამოსვლისას წინ უძღვრის სახარებას, ყველას გვაქვს ნანახი ეს, მოასწავებს იოანე წინამორბედსა და ნათლისმცემელს და ახალი აღთმის ნათელს. მღვდლის გამოსვლა, მეგობრებო, ჩრდილო კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესო ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას, ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. აღსავლის კარებში წმინდა სახარებით ჯვრის გამოსახვა მოასწავებს მის ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის შემდეგ სახარება დასვენდება ტრაპეზზე, რაც ნიშნავს მაცხოვრის შუამდგომლობას ზეციური მამის წინაშე მორწმუნეთათვის. ესე იგი, მღვდელი ემთხვევა მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატს. რას ნიშნავს ეს? რაც მოასწავებს ადამიანის ღმერთთან შერიგებას. გავაგრძელებთ, მეგობრებო, შემდეგ ნაწილს.